ვლადიმერ პუტინი ჩინეთის დედაქალაქშია და ბეიჯინგში უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რუსეთის დელეგაციასთან. რამდენიმე წუთის წინ უკვე ოფიციალურად დაიწყო ჩინეთის ტელევიზიამ ტრანსლირება პრეზიდენტ სი ძინპინის დახვედრისა უკვე საბჭოს მოედანზე ვლადიმერ პუტინის. რასაც თქვენ ახლა კადრებში ხედავთ, ეს არის პრეზიდენტ პუტინის დახვედრა აეროპორტში, რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი, ანუ რაიმე პროტოკოლური სიურპრიზი არ შედგა. რისი მოლოდინიც იყო, რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ცი, ის მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩინეთის იერარქიაში. მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ტრამპს ჩინეთის მიწა-წყალზე დაშვებისას პირველი ხელი ჩამოართვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ჰან ჟენგმა. იქვე იყო მაო ჟაოხუ, ასე ქვია ჩინეთის აღმასრულებელ ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრი და ელჩები ამერიკისა ჩინეთში, ჩინეთისა ამერიკაში. ეს იყო დახვედრის ნაწილი ტრამპისა და პუტინისა. მოკლედ, მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ფაქტია, რომ შემდეგი 2 დღის განმავლობაში გასტანს. მთავარი თემა სწორედ ეს იქნება განსახილველი მედიაში და საზოგადოებაში. აშკარად აკლია ბეიჯინგში ლიდერების შეხვედრას დონალდ ტრამპი, რომელიც მედიის საშუალებით უთვლის რუსეთის და ჩინეთის ლიდერებს, რომ გავერთიანდეთ გათახსირებული დიპ სტეიტის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე საერთაშორისო ტრიბუნალი, ანუ საერთაშორისო სასამართლო ქვიაო, თეთრი სახლი არ აკეთებს კომენტარს ამ თემაზე, რომელსაც გავლენიანი Financial Times-ი ავრცელებს. სტატიაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ღიად განაცხადა შეხვედრებისას ჩინეთის ლიდერთან, რომ საერთაშორისო სასამართლოს თემაზე მათი, ანუ ამერიკის, რუსეთის და ჩინეთის პოზიციები სრულ თანხვედრაშიაო. კიდევ უამრავ რამეშია თანხვედრა, უბრალოდ ან არ ვერ ხვდებიან, ან არ ამბობენ უბრალოდ. ასევე ქუჩის საღამოს დაიწერა საერთაშორისო სი ძინპინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა უკრაინაში შეჭრა ინანოს. ინფორმაციას კვლავ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს და გამოცემის წყაროების ცნობით ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნული განცხადება გასულ კვირას პეკინში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების დროს. უბრალოდ უკრაინის საკითხზე საუბრისას გააკეთა. რა გითხრათ ახლა, თუ არ ჩავთვლით, რომ სუპერავტორიტეტული მედია წერს ესეთ ამბავს, რომ პუტინი ინანებს უკრაინაში შეჭრას, რომელიც და ეს სუპერავტორიტეტული მედია მინდა იცოდეთ, რომ Financial Times-ი თავის სიტყვასაც წონის, რეპუტაციასაც, სხვა არაფერი არ მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ Financial Times-მა AST 2 ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გაავრცელა. ცოტა ეკონომიკას და სტატისტიკას ჩავაფინოთ. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილში საგრძნობლად შენელდა, რადგან მოხმარების სამრეწველო გამოშვებისა და ინვესტიციების მაჩვენებლები მოსალოდნელზე მეტად არის შემცირებული, რაზედაც ირანის ომის უარყოფითმა შედეგებმა მოახდინა გავლენა და ერთიც მიუხედავად ფენომენალური ეკონომიკური ზრდისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს ეკონომიკის და სხვა მიმართულებითაც გულისხმობ ჩინეთს. ფაქტია და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მოდელი, რომელიც სრულად ცენტრალურ მართვაზეა დაფუძნებული, მაინც მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგას და ამას პირველ რიგში ქვია ანალოგიური პრობლემა, რაც შეერთებული შტატების ეკონომიკასაც აქვს და ეს არის სახელმწიფო ვალის მოცულობის მკვეთრი ზრდა. კაპიტალ ეკონომიკის დათვლებით ქვეყნის მთლიანი ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ბოლო წლების განმავლობაში არის არც მეტი და ნაკლები გაორმაგებული და არსებული მონაცემებით ეს მაჩვენებელი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 3000 უკაცრავად 300%-ს აჭარბებს, რაც ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დავალიანებულ სახელმწიფოდ აქცევს. ანუ სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი ვალი აქვს. ვალი აქვს ამ შემთხვევაში არ იგულისხმება, რომ მხოლოდ გარეაქტორების არა, ვალი აქვს ასევე შიდა. და შეერთებული შტატების საჯარო და კერძო სექტორის ჯამური ვალი არის დაახლოებით 35%-ით ნაკლები, ანუ 265% არის მთლიანი შიდა პროდუქტის და რაც ცალსახად ამერიკული სისტემის უპირატესობა, ეს სავალო სტრუქტურა უფრო გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი ვიდრე ჩინეთში. რაც შეეხება სტუმარ ქვეყანას, რუსეთის ფედერაციის ვითარებაზე ამ ქვეყნის ეკონომიკაში გუშინ
დეტალურად მოგახსენეთ, ფაქტია, რომ ქვეყანა არის მნიშვნელოვანი საბიუჯეტო გამოწვევების წინაშე, მე ვგულისხმობ ბიუჯეტის დეფიციტს, ანუ გაზრდილ ხარჯებს და მკვეთრად შემცირებულ შემოსავლებს და მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის რეფინანსირების საჩუქრების რუსეთის მიმართ, ამას კიდევ ერთი მონაცემი დაემატა აზიის ბაზრებზე იძულებითი გადასვლის გამო რუსული თხევადი ბუნებრივი აირი, საუბარია LNG-ზე, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების ხარჯები არის გაორმაგებული, რამაც ქვეყნის საექსპორტო შემოსავლები საგრძნობლად შეამცირა. როგორც ირკვევა, შექმნილი ვითარება მოსკოვის მოგების მარშას მკვეთრად ავიწროვებს და არსებული ინფორმაციით მაღალი ფასებისა და სანქციებთან დაკავშირებული ბარიერების გამო ისეთმა მსხვილმა მყიდველებმაც კი, მაგალითად როგორც ინდოეთია, რუსული თვირთების მიღებაზე ვარი თქვეს და ეს არის ის რეალობა, რაც რუსულ გაზთან დაკავშირებითაც დაემატა არსებულ სიტუაციას. აქვეში გეტყვით ერთს, რომ გაზთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, იქნება ეს LNG თუ სხვა მიმართულება, ალბათ იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, მაგისტრალური გასადენების, ახალი მაგისტრალური გასადენების გაყვანა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ალბათ მეოთხედ თუ მეხუთედ შეეხება რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერთან ლაპარაკში და საუბრისას, რაზეც ჩინეთი ჯერჯერობით თავს იკავებს და მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის ათვისებით კმაყოფილდება. გადავხედოთ ვითარებას დილიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანზე სამხედრო იერიშის მიტანა გადავდეო. ანუ ვაპირებდი სამშაბათსო და გადავდეო. სამშაბათს დაგეგმილი თავდასხმის შეჩერება მოხდა კატარის, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ითხოვეს და ეს ყველაფერი თეთრი სახლის ხელმძღვანელის განცხადებით აი ამ ნაბიჯის მიზეზი, რომ იერიშის გადადო ირანზე არის მხარეებს შორის დაწყებული სერიოზული მოლაპარაკებები. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მისაღებ შეთანხმებას გააფორმებს. ჰორმუზის სრუტეში ენერგორესურსების მიწოდების შეფერხებამ ფასებზე ისედაც უმძიმესი ზეწოლა მოახდინა, რამაც შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის პროცენტის განაკვეთის შესაძლო ზრდის მოლოდინების გააჩინა და ხო, ამერიკული დოლარის კურსის არნახული გამყარება განაპირობა. კერძოდ, ამერიკული ვალუტის ინდექსი DXY-ზე არის საუბარი, რომელიც დოლარის კურსს 6 ძირითადი ვალუტის კალათასთან მიმართებით ზომავს, არის 1.5% გაზრდილი და 99.3%-ზე ნიშნული არანაირი პროცენტი დაფიქსირდა, რამაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი ყოველკვირეული პროცენტული ზრდა არის და ცხადია განაკვეთის ზრდის მოლოდინი ამყარებს ვალუტას, რადგან ინვესტორებს კაპიტალის დაბანდება იმ ობლიგაციებში სურთ, რომელთა პროცენტული ამონაგები უფრო მაღალია.